ბერლინალეს შესახებ ევროპული კინოს ბაზრობაზე გიორგი ოვაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის მთვარე მამა ჩემის ჩვენება გაიმართა. პარალელურად კი საქართველოს პავილიონში კინოცენტრის დელეგაცია ევროპელ კოლეგებს ხვდება. ევროპული კინოს ბაზრობა წელს 140-მდე ქვეყნის დელეგაციას და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ეროვნული კინოცენტრი წელს წარმოდგენილი იქნება ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან კინობაზრობაზე მსოფლიოს მასშტაბით. ფაქტობრივად შანხაიდან კანადამდე დავფარავთ ყველა იმ მნიშვნელოვან ადგილს, სადაც უნდა ისმოდეს ქართული კინოს ხმა. ასევე აღსანიშნავია, რომ გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოსააგენტოსთან ერთად იმისთვის, რომ უფრო მეტად დაახლოვდნენ ქართველი და აზერბაიჯანელი კინომოღვაწეები, იმისთვის, რომ ერთობლივ წარმოებას შეუწყოთ ხელი. დღეს ჩვენ ნახეთ გიორგი ოვაშვილის მთვარე მამაა ჩემი. უამრავი ადამიანი ესწრებოდა ჩვენებას. აუდიტორიას ძალიან მოეწონა ფილმი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ბერლინში ჩვენება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის ჩვენება ბერლინში. მთვარე მამაა ჩემი ეს არის ისტორია ბიჭზე, რომელიც ბებიასთან იზრდება. ფილმი აერთიანებს ოვაშვილის გამორჩეულ კინემატოგრაფიულ ხელწერას, ემოციურ სიღრმეს.